მოგესალმებით ჩვენ უძვირფასო მაყურებელო ვაგრძელებთ საუბარს პოლიტიკაზე. ბოლო ჟამია და მოვლენები კატასტროფული სისწრაფით ვითარდება. მე მინდა დღეს შევეხო და დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა იქნება ეკლესია, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია, მის წინაშე განვითარებული ბოლო ხანს მოვლენები და ზოგადად ქართული მდგომარეობა. უნდა გითხრათ, რაც ამ ორი დღის წინ მოხდა, მეტად შემაშფოთებელი ფაქტია. ბოლო ჟამია და მორწმუნე კაცი ყველაფერს ამ განვითარებულ მოვლენებს ნიშნების სახით ხედავს. და ერთი ამდაგვარად გვესაუბრება ჩვენ. როდესაც მე გულისხმობ, როდესაც საპატრიარქოს იერიში მიიტანეს, არ აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანი ფსიქიურად ავად არის. მორწმუნე კაცისთვის კი განათლილ ასანახია ის, რომ ასეთი მოქმედებანი გამოწვეულია ზოგადად იმ ეშმაკების ადამიანის სურს დაეპატრონება და ადამიანის ხელში რო შედგება. ამის შედეგებია ეს. ეს ძალიან რთული საკითხია და ამას ხელს უწყობს არსებული ცხოვრების წესი, არსებული ის იდეოლოგია, ის პროპაგანდა, რაც იღურება საინფორმაციო ველზე და ამით გახალისებული ბოროტი მარტივად დასაბამიდან კაცის კვალი და სიცოცხლის მამა თავისი დაცემული ანგელოზების იგივე ეშმაკების საშუალებით, რომლებიც იპყრობენ ადამიანს სული ფორმით, აკეთებილებენ მოგვაცაციებს, რაც ჩვენს საერთო სხეულს, რასაც ქვია ეკლესია გვაზიანებს. ამას ძალიან ღრმა ფესვები აქვს უკვე დამდგარი ჩვენ სინამდვილეში და ამის ესე ვთქვათ გამოსავალი და წამალი ხსნა ისევ მარტივად წმენაშია და ისევ მაცხოვარში. შემთხვევით კიდევ ვიძახი და კიდევ მეორე არაფერი ხდება. ზოგადად ჩვენ ძალიან ძიმედ გადავიტანეთ ჩვენი უწმიდესი და უმეტარესის ჩვენი პატრიარქის ილია მეორეს წუთისოფლიდან გასვლა ჩვენ ძალიან ტკივილი მოგვარა. ეს იყო ჩვენთვის საკმაოდ ნიშანი იმისო, რომ მარტივად ეკლესიის შიგნით ღვევის საკითხები, რომელიც უკვე დაწყებულია და მრავალი აი ასეთი შემთხვევებით არის უკვე ამყარებული, ეს ხმავდება. კარგია, რომ ჩვენ ავრჩიეთ პოპულარობა და ავრჩიეთ პატრიარქი შიო მესამე. თავისი
პირველივე განცხადებებით მოუწოდა ქართველებს და დასახარა სამოქმედო გეგმად, რომ ჩვენი უთავრესი პრობლემა ამ შემთხვევაში გაჭირვებას და შეჭირვებულ ცხოვრებასთან ერთად ძალიან დიდი პრობლემაა ქართული ერის დემოგრაფია და მთელი რიგი საკითხები დააყენა, როგორ უნდა მოხდეს ეს, მაგრამ პასუხი ჯერ ხელისუფლებისგან ამ გულისხმობ არსებული მმართველებისგან, ვინც ხელისუფლებას შეადგენს ქართული ოცნებისგან, სათანადო და ჯეროვანი პასუხი არა. ბოლო ჟამია და მართლაც მეორე მოსვლა. ახლა ეს რომ ერთეული შემთხვევები იყოს, ესე არ არის. კიდე რაღაც გარკვეულწილად ასატანი იქნებოდა ეს უკანასკნელი. მაგრამ ერთის მხრივ თითქოს გასაგებია გულისწყრომა, თითქოს გასაგებია რეაგირება, თუნდაც ემოციური იმ უსამართლობის მიმართ და უსამართლობაზე, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი სრული ფარგლები. მე ამაში კიდევ ხედავ იმას, რომ დაინტერესებული მხარეც არსებობს მარტივად ქართული ერის დაუძინებელი მტერი პრინციპში, რომელიც დაუძინებელი მეგობრად ასაღებდა თავის თავს და საკითხი სულიერ ხორციელი ერთ-ერთმანეთზე გადაჯდობით, რომ სულიერ და ხორციელი საკითხები ერთად არის, იმიტომ რომ ადამიანი ერთსულ და ერთ ხორცია, ამიტომ ჩვენ ცხოვრებას ცალკე ვერ გადავწევთ და ჩვენს წვენას და სულიერებას ცალკე ვერ გადავწევთ. ეს ერთიანი. ცუდად რო გვაქვს საქმე, იმიტომ ხდება ეს უკეთურობა. ყოველ შემთხვევაში აი ამ ცუდით ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ კარგად არ ვართ. ესე იგი ჩვენ მარტივად წვენის საკითხი გვაქვს. მოიკოჭებს. მე გულისხმობ არა უბრალოდ რეალს თითოეულ ჩვენგანს, არამედ იმ სასულიერო იერარქს, ვისაც აბარია მარტივად პეტრეს ეკლესიის მსახურთ. ისინი საკმაოდ მოწოდების სიმაღლეზე ვერ არიან. იმიტომ რომ ნათქვამია ხენაკობით იცნობა. ეს მაცხოვრისგან არის ჩვენთვის ნათქვამი სიტყვები. ესე იგი რაღაც ჩვენი ლოცვა, ჩვენი მაღალი ამბიონიდან გადაგება იმ ცოცხალი სიტყვის გადაგებისას რაღაცას ვაკლებთ ჩვენ. ინსტიტუტი, როგორც ასეთი ეკლესია, ჩამოყალიბდა პირველ მსოფლიო კრებაზე, ნიგიას კრებას სახელწოდებით, რომ არის ცნობილი. ისე მოხდა, რომ რეალური აი დღეს რასაც პრობლემები ჩვენ წინ წამოიჭრა ეს საშინლად, რომელიც ყველას წაგულებს. ამის საფუძვლები პირველ ქრისტიანებში და აი ქრისტიანობის ჩამოყალიბებაშია საძებნარი. მიზეზები იქ არის. რაცხოვარმა ჩვენ გითხრა, რომ ჩვენ არ ვართ თქვენ, ესე იგი კაცი, რომელიც ხითის ხატად არის შექმნილი, მონა არა, არც ღმერთის მონა და პირიქით.
მაცხოვრის პაგით და ვირით მამაზეციერმა გაგვიცხადა, რომ კაცთან მარტივად ადამიანთან მამაზეციერ ჩვენთან მეგობრობა უნდა. რა შეხედეთ ხა? ქადაგებისას, ლიტურგიისას, როგორ ვისწერისას და ასე შემდეგ. გელიდიგი რიტუალის ჩატარებისას, ვისწერის ლიტურგიაში მონახვის. და ვითომ ეს მონობა თუ არის თურმე მორწმუნეობა. ესე იგი, რომ მონას რასაც ეთქვის პატრონი, ის მას უნდა ასრულოს, ის აღნიშნვის ვალდებულია შეასრულოს და ასრულოს. და ამის აპირისპიროდ მაცხოვარმა თუნდაც 4 კანონიკური სახარება არსებობს, პირდაპირ წერია. პირდაპირ გითხრა. მაცხოვარმა რომ მე მინდა თქვენთვის სიცოცხლე მომადლებულად გქონდეთო და მონაზე გაუსვა ხაზი. თქვენ ახარ თავისუფლებაო, იმიტომ რომ ჭეშმარიტება არის ღმერთში, ჭეშმარიტი თავისუფლებაც არის ღმერთში და მონა არაფერს კარგავს თავის მონური ხუნდების გარდა. მონური ბორკილი და ხუნდი ეს არის ის ნებები, რომელიც ნებისმიერს აქვს დასაძლევი თავის თავში. და ეს მაგათი და ესე კოლექტიურად სკოპა მარწყდება. ეს წმინდა წყლის საკრალური და ძალიან სათუთი პიროვნულად დასავლელი გზა. რომელი გზაც ჩვენ მოგცა თავად მაცხოვარმა, იმიტომ რომ მე ვარ გზა და ჭეშმარიტება. და თურმე სადღაც შევიგრიბებით, დავდგებით, კი ერთიანობა საჭიროა 2000 წელი ასე მოვიდა ეკლესია და ასე მოვიდა ჩვენ დღემდე. მაგრამ ფაქტია, რომ მაცხოვრის აი ამ მოტანის სწავლებაში ჩვენ ერთგვარი რევიზია გავაკეთეთ. გარკვეული პოლიტიკური მოტივაციით. გულისხმობ კონსტანტინეს, იმპერატორს, მეფეს, რომელმაც სახელმწიფოებრივი პოლიტიკური თავის საკითხის გადასაჭრელად აი ნიკეას კრება აი ამდაგვარად ჩაატარებინა, სადაც სახელმწიფო და ეკლესია მორწმუნე ადამიანების კრებული ერთ-ერთმანეთს მოკლედ ეკლესია დაუპირისპირდა და ესა შეაჯერა ერთ-ერთმანეთთან. და შესაბამისად მოახდინეს რევიზია მაცხოვრის რეალურად მაცხოვრის ჭეშმარიტი სწავლების. სასუფეველი საშიო იქითკენ რომ მიგვითითებენ. მაცხოვარმა პირდაპირ გითხრა თქვენშიო რუსად დაუწყოთ მას ძებნას. თითქოს არაფერი ეს პატარა განმარტებები, მაგრამ აი ამ პატარ-პატარა გადაცდომებით, ხო? დროში აი რა შედეგთან მივედით. ოჯახი არ არის, სადაც აი ეს უგვანი მარტივად ანტი-სიტყვა, ნაცვალი სიტყვა და ხაზგაუსვამ სიტყვა არის ღმერთი, მისი ნაცვალი არის ის, ვისაც ჩვენი დაუყვასწადია და არა გადარჩენა. კიდევ უბრუნდები ეს ყველაფერი იყო ნიკეას კრებაზე ამდაგვარად ჩამოყალიბებული ინსტიტუტი. პირველ ქრისტიანები არის ბატონო და მაგალითი არის მაცხოვარს რომელი რიტუალი აქვს შესრულებული. რა მაშინ ტაძარი არ იდგა? მეორე ტაძარი არ იდგა? სოლომონის ტაძარს გულისხმობ. იდგა მღვდელმთავრები არ იყვნენ, იუდეველი მღვდელმთავრები. მღვდლები არ ატარებდნენ რიტუალებს, ატარებდნენ. როგორ აღმოჩნდა მე რომ ზუსტად აი რიტუალები და ვითომ ისინი ღმერთის წინააღმდეგ წავიდნენ, ხო? მაცხოვარს სადაა ჩატარებული რიტუალი? რომელ კანონიკურ იმაში, ან კიდე მოციქულების ადატარება გულსახურებას. აი რიტუალი რასაც ქვია. არ ატარებენ. ეს არის მოგვიანო პერიოდი, როდესაც იუდეური ეს ბალღამი შევიდა ქრისტიანულ ბაიანში.
პირველ თემებში და როდესაც საკითხი დადგა ეს ძალა იდეური პოლიტიკური ჩამოეყალიბებინათ, რათა თავიანთი საკითხები პოლიტიკური გადაეჭრა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. მსგავსად, მაგალითად მე ხა პატრიარქმა ჩვენმა უწმიდესმა ილიამ მეორემ, როდესაც დააწესა ოჯახის სიწმინდის დღე, ეს იყო სწორად გადადგმული ნაბიჯი, ვინაიდან ევროპისგან და კოლექტიური დასავლეთისგან იყო სერიოზული ჩვენზე შემოწევა, ზეწოლა და ეს იყო ერთგვარი პასუხი, რომ ქართველობა ჩვენ დედა მშობელი ერთი და მშობელი ორი და შვილი ერთი და ესე იგი სქესობრივი გარჩევა რო არ უნდა მოხდეს თუნდაც twin ნაღრძობი ეშმაკის კერძად ქცეული კოლექტიური დასავლეთის პოლიტიკური ჩინოვნიკობა რომ გვახვება და დღემდე გვახვევს და ამას ეს დაუძინებელი მტერი ამას ჩვენ დანაშაულად გვითვლის რომ ჩვენ ოჯახს ვაღიარებთ ეროვნულ ფასეულობებს და ეს მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ კუთხით რომ ჩვენი თვითყოფადობა დავიცვათ აი ამის გამო როდესაც იყო ეს შემოღებული მე ძალიან ვესალმებოდი დავდიოდი და სულ ახლა 17 მაისს ეხლაც ჩატარდა ვახდით რომ ვიყავი მაგრამ მიუღებელია ჩემთვის და დარწმუნებული ვარ მრავალთათვის როდესაც ჩემს წმენას თქვენს წმენას პოლიტიკურ კონვერტირებას აკეთებენ თავიანთ აქტივში აი ამ ქულების ჩასაწერად. მარტივად ამას ქვია ფარისეულობა. სხვათა შორის 35 წელიწადი გავიდა, რაც საქართველოს გამოვაცხადეთ, დაიშალა საბჭოთა კავშირი და გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა. ამაზე დამოკიდებულია ესეთი ეს არც რუსეთის იმპერიის მეფის რუსეთის იმპერიის დროს ჰქონდა, არც საბჭოთა კავშირში ცხოვრების დროს ჰქონდა ესეთი მართლაც მონური, ესეთი გაუსაძლისი არაადამიანური მდგომარეობა ქართველებს და მარტო ქართველებს არა, თელ მსოფლიოსაც. იმიტომ რომ ანტიქრისტე იდეოლოგია ნებისმიერ სახელმწიფოში შესულია. ნებისმიერ სახელმწიფო ქვეყანაში აი ამ ძალის თვითგმობი, ღვთისმებრძოლი ძალის მიერ დასმული ხელისუფლებებია. ეხლა თქვენ იტყვით, რომ აი ეს როგორ შეიძლება გადაიტანოს შენი რელიგიური თუ შემეწმენი საკითხები პოლიტიკაში. მარტივად გეტყვი. არგუმენტები არსებობს ამის, იმიტომ რომ როდესაც კაცი სიტყვას ამბობს, ის უნდა შეასრულოს. და არსებობს კაცის მოდგმა და არსებობს ადამის მოდგმა და ერთმანეთისგან განსხვავდება. ესმით? რატო ფასობს კაცი ქართველისთვის და ადამიანი კიდევ ისეა რა, ადამიანია რა თავისი ნებები თავისი. განა კაცი არ უშვებს შეცდომას ადამიანის დარად. მაგრამ ადამიანის მოდგმა პირველი ადამი ვინც იყო თავისი და ბოდიში და ჩადენილი მიქარვა გადააბრალა ცოლს. ცოლმა კიდე იმას და დაუბრუნა რომ ესე იგი შენი ბრალიაო მამაზე ციებს. აი ეს არის ადამი და ადამიანის მოდგმა და ამიტომ არის ადამიანი ეგეთი მდგომარეობაში. კაცისთვის კიდევ არის სიტყვა ყოველთვის საოცარი და შესასრულებელი. და როცა კაცი სიტყვა სიტყვი და არასრულებელი მორჩა განსხვავებით კიდევ ვიტყვი ადამიანის მოდგმისგან განსხვავებით შეცდომასო დაუშვებ კაცს შეუძლია არათუ აღიაროს ყოფნის ეს გამბედაობა თავის თავში რომ და მოინარიოს ვინაიდან ნებისმიერ კაცში ჩადებულია
ის ღვთის ძალა, ის ღვთის ნაწილი, რომლითაც ის მან იცის, რომ გადარჩენასნა მარტო ღმერთია და შეცდომის დაშვების შედეგად მან ესო უნდა მოინანიოს, თუ უნდა რომ ის ღმერთში დარჩეს. ხო და უბრუნდება ახლა პოლიტიკაში, ხო ადამიანს. კაცი რომელიც გამოდის და სიტყვას მოგცემს შენ. არა ელექტორატი დავარქვათ, ეს არა ქართული მაზალო სიტყვა. ამორჩეველი ვთქვათ კი ბატონო. უფრო მეტად ქართული შესატყვისია და ქართული სიტყვის შესაბამისად გასააზრება გასაგებია რაღაც იგივე სხვა პოლიტიკური ტერმინებია ეს ყველაფერი. და არასრულ. ესე იგი შენ ქირაზე მდგომი კაცი ხარ, ხო? იმიტომ რომ სახარებისეული ეს წყემსები, იგავე ეთილ წყემსზე და ქირაზე მდგომ წყემსებზე უნდა გაგახსენდეს. არ აქვს მნიშვნელობა მე რაც არ უნდა იმართოს პოლიტიკოსი ეგრესია ჩართული ეგრეთ წოდებული დემოკრატიაში რა დემონის კრატია ეს და დემონის საფარი იდეოლოგიის მიმდევართა მიერ მოწყობილი პოლიტიკური ცხოვრების წესი და პოლიტიკური მოწყობა სახელმწიფოებრივი რომ მე ეს უინსტონ ჩერჩილის ეს იგი ჭყალებში მთიანი ფრაზა მე პოლიტიკოსმა უნდა წარდგეს, როდესაც არ შეასრულებს ამ პირობას და მიზეზები დაუსახელოს თავის სამორჩილოს, რატო არ იმიტომ ვერ შევასრულო, რომ შალვას ბრალია, პეტრეს ბრალია, დათოს ბრალია, გიორგის ბრალია და დააბრალოს სხვას. ანუ ხელისუფლებას და ამ მაღალ საბრძოლო სასულიერო იერარქების მაბადი ვასვას რო ხედა, კარგია აუცილებელია მე მომწონს რაც რომ მოდია. და რატო ვახსენე ეს ყველაფერი? მომწონს იმიტომ რომ კარგია ხა იმაში სატანის იმაში იაროს ჩვენმა თავრობა. ხო, ხაზგაუშლო დე-ფაქტო თავრობა. ეგ არა ქვია. სატანის სალოცავში იაროს. და რა თქმა უნდა არა. რა თქმა უნდა მიხარია რომ აქეთ დადიან და ეკლესიაში მაგრამ სიარული ერთია მაგრამ კიდევ ამბობ ნებისმიერი კაცისთვის აზარში მიშვა ეს არის საკრალური ხასიათის მქონე და ძალიან ღრმა რომელიც დროსაც ხდება კავშირი კაცისა ღმერთთან ეს რასაც ქვია სულიერი კავშირი. და შენ როდესაც ამას ისე აკეთებ, ეს უკვე ფარისეულობაა. სხვა თემა, როდესაც მე ვხედავ ხელისუფალი ნაბიჯებს სწორ დგას ამ შემთხვევაში კოლექტიურ დასავლეთთან მიმართებაში, მე ეს მომწონს. ხო ეს სიტყვები ვისაუბრე. ერთგვარად ვითომ ერთი შეხედვით განმაკრიტიკებელი ხელისუფალთა ვინც დღეს ხელისუფლებაშია განმაკრიტიკებელი მაგრამ მეორე შემთხვევაში ეს არ არის ეს კრიტიკა უბრალოდ მე გამოვიდე იმიტომ და მე პოლიტიკური ქულა ჩავიწევ ან კიდე უბრალოდ გული მოვიო არა ეს კრიტიკა არის სწორი შენიშვნა იმ დასმული საკითხების გადაჭრისთვის, რომლისთვისაც უნდა იყოს მოწოდებული ნებისმიერი ამ ქვეყანაში ცხოვრები, იქნება ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირი ჩინოვნიკი თუ უბრალო რიგითი მოქალაქე, მეზოვე იქნება თუ მეწარყე თუ მასწავლებელი და ასე შემდეგ. კარგია, ეხლა ახაც ვიტყვი. რომ ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი სულ ახლა ხანს იმედის ტელევიზიაში ინტერვიუ როდესაც ჩამოართვეს მაგდა ანიკაშვილის ავტორო გადაცემაში მან თვალნათლივ ახსნა ევროკავშირის არსი და მთლიანად ევროპის
რეალური სახე, მოცემულობაა დაანახა მთელ ქართველობას. ეს ძალიან სასიამოვნო იყო, იმიტომ რომ ეს დამოკიდებულება, ეს ბურუსი მოცული, რა ქვია, ეს ჰიპოთეტურად წამოყენებული ესე რა, არ არის რუსი ცუდია და ეხლა ევროპაა კარგი რა, იქ გაწავალთ და ავშენდებთ. რეალური სახე დაანახა ქართველობას. და იმიტომ რომ სამწუხაროდ ისე მოხდა რომ ბოლო ჟამისთვის ქართველობა კი არა და დედამიწული ადამიანი ბოლო ჟამის ნიშანი ის არის რომ გონიერებას კარგავს. და ვიღაცისგან ითხოვს როგორც აი პატარა ბავშვი საკვები ლუკმას რომ უნდა ჩაუდო პატარას ჩვილ ბავშვს ისე ლუკმა ესე არის უკვე დღევანდელი ქართველობა და მთელი მსოფლიო დედამიწული ადამიანი. ამ ადამიანმა დიდებულად გამართა და ამხილა მთლიანად ეს სატანის მოდგმის ევროპული ჩინოვნიკობა. მართალია ესეთი სიტყვებით ესე იგი დეფინიციები არ უკეთებია, მაგრამ ნუ შინაარსი ეს იყო, ეს ძალიან კარგია. ეხლა მე რადგან ველოდები იმას, რომ მარტივად კონსტიტუციაში როგორ წერია ჩვენი თურმე დიდი ჩვენი სურვილი ყოფილა რომ ნატოში შევიდეთ, ნატოს სამხედრო პოლიტიკურ ბლოკში უნდა შევიდეთ. არაფერი ბლოკში არ უნდა შევიდეთ, ეს მუხლი უნდა იქნას გამოთხოვილი კონსტიტუციიდან. და არც რუსეთში, არც ოდეკავ და ასე შემდეგ, არც თავისუფალ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, რასაც ესენგვია, არც უნდა უნდა შევიდეთ კი ბატონო. თუმცა ეკონომიური და დიპლომატიური და სახელმწიფოებრივი კავშირები უნდა გაუქმდეს. ამისთვის არის გამოსავალი, რომ საგარეო პოლიტიკური შენი ადგილი სად არის, უკვე ცნობილია ქართველი პოლიტიკოსისთვის. და ამ შემთხვევაში კარგია, რომ პრემიერი ამის ნათელ დადასტურებას გვაძლევს. მაგრამ აი ამ დაპირისპირებულ მხარეებს შორის შენი პოზიცია საგარეო ურთიერთობებში, დიპლომატიაში უნდა იყოს ყოფილ გამოკვეთილი. რა არის ნეიტრალიტეტი განსაკუთრებული სტატუსით. თუმცა ეკონომიურად და პოლიტიკურად ყველასთან კარგი ურთიერთობა უნდა გავამყაროთ. ეს იურიდიული საფუძველიც არსებობს ქვეყანაში. დადებულია ეს იურიდიული დოკუმენტი. 2 მილიონზე მეტი ადამიანის მიერ ხელმოწერით გამოხატული თავისი არჩევანი, რომელსაც ასევე გამყარებული აქვს ეს საფუძველი იურიდიული, იმით რომ ჩატარებული არ უნდა უთხრილობა და ამის სრული ლეგიტიმაციას გააჩნია ხელისუფლებას, რომ ეს საკითხი გადაჭრას. მაგრამ რატო გჭირდება ჩვენ ნეიტრალიტეტი საგარეო ურთიერთობებში, რომ ჩვენი თავი ჩვენად გვეყუდგნოდეს. აი ხლა უბრუნდები ისევ ეკლესიისა და მარტივად ხელისუფლების ურთიერთობას აი ამ პლანში. გაჭირვებული მდგომარეობა. დუღჭირი მდგომარეობა. პრემიერი, წინარე პრემიერი ბატონი ღარიბაშვილი, როდესაც გამოვიდა ინიციატივით ფასების დაწევასთან დაკავშირებით ერთი ამბავი ატყდა. დაიწყო თითქოს ფასები აფთიაქში, სასუსათო პროდუქტზე, საკვე პროდუქტზე, მაგრამ საბუთაჟი მოაწყეს. ასევე ინიციატივით გამოვიდა ახლანდელი პრემიერი ბატონი ყოპახიძეც. ასევე მოუწყეს საბუთაჟი. ვინებმა? ოლიგარქებმა, მარტივად, დიდრებმა. დეცა ამათ დაუსვა კითხვას რა, აი ამ გადაცემულ ეგრეთ წოდებულ ჭყალებში, ვითომ ბიზნესმენებს და მარტივად ქვაცვია ჩარჩოაჭარებს რა. ეს რომ ოლიგარქები არიან და მილიონერები არიან და მილიარდერები. მეც ღმერთს როდის ეთამაშეთ თქვენ კამათები რა, როდის გააგონეთ და როდის მოახდინეთ თქვენ ამ ქართველის და საქართველოს უძრავი ქონების ჯიბეშ ჩადება. პრივატიზაციის საკითხი. დიახ, პრივატიზაცია იყო ეს უკანონოდ ქართველი ერის
დასაჩოქებლად, დასამონებლად იურიდიული სამართლებრივი გადადგმული ნაბიჯი. კიდე ხას უსვა ნეიტრალიტეტი და საგარეო აი ეს გარანტია რომ მე ჩემი თავი ჩემად მეკუთვნოდეს, იმიტომ ჭირდება ქართველებს რომ სამართლიანობა აღდგეს. მარტივად საკითხი უკავშირდება არსებულ საზოგადოებრივ ეკონომიკურ წესწყობილებას, ფორმაციას. ქართველი ერის საკუთრება, მიწა წყალი წიაღისეული, კერძოს არ უნდა ეკუთვნოდეს. არც მეფე, მადლობა ღმერთს, რომ არ ყავს მეფე ქართველს. იმიტომ რომ მეფე ადგებოდა და ჩაიდებდა ჯიბეში და მეფეს მინდა ისვავდა კიდე გიმეორებ სოფლიოში ყველა ქვეყანაში იმად გარეშე წუთისოფლის თავის გარეშე ხელისუფალი არ ისმება. გადასახედია ამიტომ შემდგომი ნაბიჯი იქნება გადასადგმელი ჩვენგან თუ გინდა ხსნა გადარჩენა რომ მეორედ მოსვლა ეს არ არის უბრალოდ აი მოვიდა ვილოცებით და უცბად აღტაცებული ვიქნებით ელიასავით და ენოქისავით ცად ღმერთთან მამასთან ღმერთ ცოცხლები ვჭირდებით დედამიწაზე მე მინდა თქვენ სიცოცხლე გქონდეთ და მომადლებულად გქონდეთ და ვიღაცა გვეუბნება გამიგე ამუდებს ამ სიტყვას და წმენის რა ქვია იმ ცრურწმენით სინამდვილეში ცრურწმენა არ არის აი ამ იდეას გვიდებს რომ თურმე ჩვენ რო აღარ ვიქნებით ცოცხლები მაშინ ვარ თურმე ღმერთთან ღმერთმა გითხრა სასწაული ჩვენ თქვენშიაო სულიწმით ადამიანის სხეული ხორცი მარტივად იგივე ტაძარია გაგახსენებთ როგორ უთხრა იმ იქეთ ნაშობთ მაცხოვარმა იმ დელთაურებს და იმ ფარისეველთ და სხვა პასუხად რომ ეს სამ დღეში აღვადგინო ხო და იმათ იფიქრეს 40 წელი ვაშენებდა და ამ სამ დღეში როგორ უნდა აღვადგინოს ეს თუ დავანგრიეთ და იგი ვერც მივხვდა ჩვენ ხო ვიცით რომელ სხეულზე ლაპარაკობენ ტაძარზე საუბრობდა ნებისმიერი კაცის ნებისმიერი ადამიანის სხეულია ტაძარი და სულიწმიდა შიგნი უნდა იყოს ეს არის სულიწმიდის ტარიგი ჭურჭელი მარტივად და სიცოცხლე რო იყოს ესე იგი ყველაფერი უნდა იყოს ისე მოწყობილი იმიტომ რომ სამართლი მაცხოვარმა მოიტანა ასევე შემდგომ სამართლიან ცხოვრებაში ცხოვრება რომ შესაძლებელი ყოფილიყო სამართლიანობის მიდგომა, სამართლიანობის პრინციპები. ეს ერთეულება ჭამო ჩვენ ხარჯი იცხოვრო. მიუღებელია. თან კიდევ ვერანაირად ვერ ღებულობ და საქმეთა კავშირში დაბადებულება. კარგად ვიცით რა არის ჭეშმარიტად დამოუკიდებლობა და რა არის თავისუფლება. დღეს რო შევადრით იმ ზღვრებს რა ქვია ჩემს დამოუკიდებლობისას და ეხლამდე ვიტყვი რა თქმა უნდა მაშინ უფრო დამოუკიდებლად ვთვლიდი მე თავს იმიტომ რომ ის ცოდვილი აი ეს მონური მართლაც აზროვნება არავის არ გააჩნდა არავინ არ იქექებოდა მარტივად სოციალურად გაჭირვებული გამათხოვრებული არავინ არ იყო და ნაგვის ბუნკერებში არ იქექებოდა თავის არჩევსაბადებელს არ ეძებდა წარმოებები მუშაობდა. რომელი წარმოება მუშაობს საქართველოში? რა პროდუქციას გნის საქართველოს? და ფასები ზემოთ. ამიტომ უნდა შევცვალოთ არსებული ზესწრებულება. თუ არ შეცვალეთ, რაც უნდა ანგელოზებური ბუნების მართველი მოვიდეს და მართლობა გვერდს რომ ყავს ახლა ესეთი ადამიანები, ადრეს ვითქვამს განსგავსო ხელისუფლებაში. რომლებიც არიან მართლაც კაცები, მოწონეები და რაღაც ნაბიჯ სწორადაც დგავენ ამ გზაზე, ამ უკანასკნელს, აი ასაული გზაზე, ამ ნაბიჯებს. მაგრამ ეს თუ მთლიანად კომპლექსურად არ იქნა მიდგომა, გადახედული და ნაბიჯ-ნაბიჯს არ გავაგზავნებთ,
ჩვენ არაფერი გვეშორება. ეს ყველაფერი მე იმიტომ თქვი, რომ ისევ მოუბრუნდი ამ იმას რა. როცა კაცი იტყვი, უნდა შეასრულო. ამხელა ესე კიტრი და პამიდორი მოგვიყანია და ნიორი და ხახვი. რა ბურჟუებმა ჩაიგდეს ამ მეკერძოებმა გლეხის მეურნეობა შეუწყვეტეს ისეთი კანონები არის მიღებული, რომ ის ვერ გაკეთეს. ეხლა კახეთი დაისეტყვა იქ 30 თეთრი იმას რენტაბელობა 1 კილოგრამი ყურძენი რომ მოიყვანოს ლარი და 80 და მე ლარი ვიждდება და ეხლა 30 და ზენი უნდა აჩეხოს. აჩეხავ და მე იმას ესურდა ბურჟუას, იმიტომ რომ მას აქვს ეს მიწები შესყიდული თუ ხელში ჩაგდებული და ის არის მონოპოლისტი. რო ამბობ ბატონებო რომ რა ქვია სამუშაო ვადი 400 და 500 ლარი კაცო ხელფასი. კილიგზასთან შეხება მაქვს და გეტყვით რომ 3 წელია 4 წელია 10 წელი რომ მიიღო დადგენილება ხელისუფლებამ გადაწყვეტილება ყოველწლიურად 10% უნდა 10% უნდა მოემატა სახელმწიფო საბიუჯეტო ორგანიზაციებს ხელფასი. არ მოგმატებია. არ მოუმატეს. კილიგზას. და კილიგზა არის ერთ-ერთი სატრანზიტო აღმოსავლეთიდან რომლის დასავლეთში არის გზები და საქართველოს სამხედრო ძალიან კარგი მდგომარეობა. კარგი ეხლა იტყვი რომ მაყურებელი ერთი შეხედვით რომ რაშუაშია აქ ეკლესია. და თავშია კიდე და მოგიბრუნე პასუხი რა. თავში ის რომ მიდის იქ უნდა და ქართული ეროვნული ინტერესიდან უნდა გადაიდებას და მიღებული იქნას გადაწყვეტილება. არა კერძო ინტერესის მქონე მეკერძოვი ადამიანისაგან, ჩარჩისგან და ვარჭრისგან. ესენი არიან იმ დასავლეთის კოლექტიური დასავლეთის აგენტურა და დასაყრდენი ძალა. ეგენი გვიპირებდნენ რა ქვია დამხობას ამ ხელისუფლებისას და მერე იმ ვახანალის მოწყობას, რაც ჩვენ სამეზობლოში ზმათავრელი ომი რო არის გაჩაღებული. ბრიტანეთია ზუსტად ახლა ავანგარდში აი ამ ჩვენ წინააღმდეგ განხორციელებული აი ამ პოლიტიკური დივერსიებისა. ეს ერთმანეთთან არის. მართალია ჩვენ სეკულარულ სახელმწიფო გვაქვს. ამ ასეთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, რომელიც სადაც ეკლესია და რა ქვია სახელმწიფო ერთმანეთისგან დაშორებულია, ერთმანეთს არ ეძებიან. ტრანზაქცია არ არის. რას მიგვიან არ არის? ეცა კონკორდატი მიღებული რო არის, ვინმე კარგად სიგმეში ჩაიხედეთ, თქვენ გულებში ჩავიხედეთ, ჩვენ გულებში ჩავიხედეთ და ავინახავთ სახელმწიფოსა და საეკლესიო შორის გაფორმებულია ხელშეკრულება. ესე იგი, ეკლესიაშიც დაბუდებული ქვაბავაზაკი მრავლად ყვანან, როგორც კარგი ფეოდალები, ესენი ბატონო თავიანთ მიწა სავარგულების მქონენი არიან, გლეხი იქიდან გამრობის ქალაქში. ეს ფეოდალი არ არის. ერთ ეპარქიას ვიტყვი, ქართლში მაგალითად, ხო? როცა აღდგა ეს ეკონომიური იქიდან შემოდის, აქედან შეიძლება გაიტანო, გლეხს არ შეუძლია, რომ რა ქვია, თავისი მოსავალი ვაში რა, განსაკუთრებით ქართლი ვაში და ხილით, რომელი გაიტანოს, შეუწყოს რა. თემური. ეს როდესაც პატრიარქმა კიბუცები ჩამოაყარა, კიბუცი არის იგივე თემი. ასამხედროებული თემია, იგივე კოლექტივია. ამის გავს აკეთებს ამას ხელისუფლებასთან, არ შეუძლია ხელისუფლებასთან ხელშეკრულება გაფორმებულია. რო გლეხი დააყავდეს იმ მიწაწყალს და ქართული პროდუქტი მოვიწიოს და მე ჩვენთვის ხელმისაწვდომი იყოს ეს უკანასკნელი. მაგრამ კიდევ ვამბობ, ეს არ უნდა ბურჟუას, კაპიტალისტს. ყველანაირად საბოტაჟს უწყობს ხელისუფლებას.
და ეს ტყუილია როდესაც ამბობს ხელისუფლება, როდესაც ამბობს, რომ სამუშაო ადგილები არის, ქართველს არ უნდა მუშაობა. აქ არ უნდა და უცხოეთში გადის საქართველოს დაიწყდა. მე კიდე სულად აღიქვა აქ ცხოვრებმა არ დავაკონკრეტებ. არა ქართველობამ, რომ ოდესაც ჩვენმა პატრიარქმა შიომ მოუწოდა გამრავლებისკენ დემოგრაფიული საკითხების გადაჭრის და ხელისუფლებას რაც თქობა, რომ ამ საკითხში ნაბიჯები გადაიდგას და ეს მრავალს არ მოეწონა. ეს მიწა-წყალი ქართველებისა და საქართველოსია. რო ცხოვრობ, იცხოვრე, არავინ არ გაგებს. მაგრამ შენი არ არის ეს მიწა რა. და არც იმ ბურჟუებს გეტყვით, არც თქვენია. მაგრამ რა შესაძლოა იცით, კანონმდებლობით ისეა გაკეთებული მაგალითად, რომ გადაეცემა იჯარით 90 წლით, 120 წლით და 200 წლით. და ჩათვალე, რომ ის ამ პერიოდში რაც ამ დროის მანძილზე მას რასაც უნდა იმას გააკეთებს. ეს ეშმაკურად არის რა გაკეთებული ეს ყველა. არაბებმა მიიღეს აქ რო არაბებს უნდა დიდი არაბობა რო უნდა განმეორდეს საქართველოში. ირანმა ნახეთ ახლა რა დაამართოს თელ არაბულ ემირატებს რა. ბიზნესები ვისაც ჰქონდათ იქ თელი ამბავი ჩვენ ქართულობას ვეუბნები და აი არაბები და ვიც ხელს უწყობდით ამ არაბების აქ ჩამოთესლებას. ნახე ახლა რა დაემართოს. ირანისგან არაბულ სამყაროს. გამართდა ჩვენი პროგნოზები, რომ ირანის ვერაფერს ვერ დააკმენ და ამერიკა ის გამართდა. ანუ კომპლექსურად არის ახლა ერთის მხრივ ვილაპარაკე ეკლესიაზე, საუბარი მქონდა წმენაზე და წმენაში გვაქვს ჩვენ გასასწორებელი. როგორ ეკლესიაში მიდიხარ მორწმუნე ხარ რა ეს ანუ არ ჯერებს ეს ქრისტიანული გარეგნული მოწმუნეობა არსებობს ესეთი ტერმინი დეფინიცია განსაზღვრება არსებობს რა გარეგნულად წავს ჯვარი მიკიდია მაგდელთან მიხვალ ხელზე ემთხვევი და შედამთხვეობ და გამოხვალ იქიდან და ან კიდე ტაძარში იქვე ტაძარში რო არ მოგეწონება მუჟლუბს გარტყა იმიტომ რომ შენ უნდა მიხვიდე ხატთან და და ეგ არის და თუ სამთები და ეგ არის მოწმობა. ბავშვებს უაღარ გავანა. ოჯახები რომ მოირღვა. რა არ ვიცით რა მდგომარეობაა სკოლებში და საგანმანათლებლო სისტემაში და ახალგაზრდები არ ვიცით ეს. ამას თქვენ თვალს არ უსწორებთ. არ უსწორებთ ესე იგი ვისაც არ შეგიძლიათ რომ უკვე მორჩა თქვენ ჩი უკვე ეშმაკია თქვენ უკვე თქვენ არჩევანი გაკეთებული რა ძალიან არასწორი არჩევა ვის გამო დაიჭირეთ მაგრამ აქ თავარის კი არ არის რომ ვინმე დაისაჯოს თავარი ის არის რომ ჩვენ გადავში თუ კომპლექსურად ასე არ მეუდგა სახელმწიფო და თითოეული ჩვენგანი საკითხებს და თავარ საკითხს ჩვენ დავყვა და ტყუილას ეკრება ვინმე სიმეთრი რომ ეკლესია არის ჩვენი ნავსაყუდელი და ეკლესია ხარ შენ მე რომლებსაც გვაქვს ეს წმენა ეცა მე და შენ რო არ მიქცევი სწორად რაც არ უნდა ერთმანეთი ვახოთ კუკუშკა ხვალით პიტუხა პიტუხ ხვალით კუკუშკა გამოვა საქმე ეს სასულიერო ხელისუფალი არსებული ერის ხელისუფალი ერთმანეთს რო დადგენდა ეცა გადაიჭრა ის თავარი საკითხი დავიბრუნდით
ტერიტორიები? ეს ტერიტორიების დაბრუნებაზე აღარ არის საქმე. აქ ხალხი გარბის ქვეყნება. არ გავს თქვენი ეს აქციული, ეს ამობამი, ეს უკანასკნელი და მე ნიშნებიც არ გეძლევათ კაცო. კარგი ეხლა ერის კაცმა არ არის სავალდებულო და იმაში არ უწერია რომ სულიერად ჭრიტოს რას მოხდა. მაგრამ პოლიტიკოსი ვარ ვალდებულია ერთი ორი ნაბიჯი მაინც იქით გაიხედოს რა მოხდება შემდგომ. ცუდღეში ვართ. კიდევ ვიმეორე. ჯერ სანამ არ არის გვია ქართულებს გმართებს გონზე მოსვლა. ახლა ეკლესიას თლიანობაზე კიდევ ვიმეორე. მე ყოველთვის ვარ რომ გავთლიანდეთ ერი და ვერიც. მაგრამ არის რაღაცები მარტო რელიგია არ შევს კაცო. არაერთად სოდვა მხედრისა, სოდვა დლისა, ეპისკოპოსისა და მრევლისა, მონამაც რომელმაც არ განემზადოს ნეფისა და პატრონისა იგივე მოსწრიან. არ უნდა ვიმსგავსოთ ჩვენ იუდეველ ფარისევლებს. როცა კარს მოგადგა თქვენ სიტყვა ღმერთი ხორციელად მას ვერ გააკრათ. ვერავინ ვერ გააკრავს, იმიტომ რომ სიტყვა არის მოსული საქართველოში. ჩვენს გადასარჩენა და არა დასაბუთება. და დიდარმა კეთილი ინებით ნებით დაუტევეთ თქვენ ქონებას, დაუბრუნეთ ქართველ ერას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხო? კაი დღეა არ აცდებათ არავის რა. ეკლესია ჩვენმა უწმინდესმა და უმეტარესმა პატრიარქმა ილია მეორე ალემცილებში ადრეს მithქვავს ეს საჯარო ეთერში და უნივერსიტეტში იყო მბრძანებული, როდესაც უნივერსიტეტში ერთმა მხატვარმა ეხლა იმის სახელს აღარ გავიხსენებ, მოხატა ვინაიდან ეს ეკლესია ეს ტაძარი იგივე ჩვენი განათლების ტაძარი, როდესაც აშენდა 1918 წელს, ზემოთ გუმბათზე ეკლესია იყო გამოყოფილი და 90-იან წლებში შევარდნაძე იყო ხელისუფლებაში და გადაწყვიტა ეს ბატონი როინის და კიდევ პროფესორ მასწავლებლების ეკლესიის უშუალო ჩარევით, რომ იქ ზემოთ გაკეთებული მოიხატა ტაძარი. დაუბრუნდა ჯავახიშვილის სახელობის ჩვენს დედა უნივერსიტეტს ისევ ტაძარი. და იქ იყო მობრძანებული პატრიარქი და პატრიარქმა ისაუბრა ბოლო ჟამს. ეს არის 90-იანი წლები. 94 წელი თუ ავწდები. დიახ, 94 და ცეაიან დაახლოებით საზოგადოება იყო პროფესორ მასწავლებლების 60 კაცი ესე. და ისაუბრა იმაზე, რომ მე ვარ საქართველოს ბოლო უკანასკნელი პატრიარქი. ლაზარე აღნიშნება იბერია გავრცელებას. მეტი ქრისტე ჩვენთან მოვა. ვერმა ეხა ვერ გაიგო. როგორ ესე ვარ დამთავრდებოდა. არა, მე განმარტება დაჭირდა და მე განუგოიმართა, პატრიარქმა, რომ უბრალოდ ტრანსფორმირდება მარტივად ეს ეკლესია. ესმით ვინაიდან ის ლაზარეს აღდგინება ახდენს ქრისტე და ის ტაძარი ნებისმიერ ადამიანის ხოვილია. და კარგია რომ ამ შემთხვევაში ეს დიდი უბედურება არ მოხდა ჩვენს თავს და საბერძნეთის მაგალითი არ გავიზიარეთ რა. 3 ოფიციალური და 7 და 12 საპატრიარქო ვარ. ეს რო არ გავიზიარეთ, მამას და მამას არ სიამოვნებს.
და იმიტომ ახდენენ თავიანთ სულიერ და ფიზიკურ აგენტურას წაქეზებას და პატრიარქოსი ერიშის და ეხლა ეს თავრობა წინარე არ გახსოვთ, რეებს აქ ჩადიოდა ეკლესია მონასტრებს, ჭიშკრებს კი არა, რა ვიცი, ველმსახურებსაც და რეებს უკეთებდა მთლიან ქვეყანას. აი ეს პერიოდია. ამ დროს ცხოვრობთ, რა ვიცი, რა გადავარჩევს რა. ან ვის გავყვეთ რა, მახსენდება ესე. ვის გავყვეთ, რომელი მას დაუჭირეთ, ვის დაუჭირეთ ხარ და ვის გავყვეთ და მახსენდება აც გარდაცვლილი ჯაბა იოსელიანის მთიანი ფრაზა. ტრამვაის გაყიდვა. აი ტრამვაის უმარლანა, თან თბილისში ტრამვაი იცით არ არის. და კაი ტრანსპორტი იყო ტრამვაი. ისე უმართებს ერთმანეთის სიყვარული გულში. და საკითხის გადაჭრა. პოლიტიკურად. რაც მოითხოვება ქართველ ერისთვის. ღმერთისგან. ამ მისიის ასრულება. მადლობა, საუბარ შეგვიძლია გავაგრძელებთ.